უკვე 2 დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს იმ პიროვნებას, რომელიც დავით შარაშიძეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს პოლიციის ცემის დროს რესტორან ილიკოში ოზურგეთში თან ახლდა. უკვე 2 დღეა არსად გამორჩენილა გურის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ზაზა ცხაკაია, რომელმაც როგორც ჩვენ გავარკვიეთ, სპეცგუნდიც კი შეკრიბა ამ საქმის გამო. საძიებლად 5 კაციანი ჯგუფია გამომძიებლების შექმნილი და მათ შორის ძალიან საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს მზია ამაღლობელი საქმისა მთავარი გამომძიებელი და მიუხედავად ამისა საქმე არის ძალადობის მუხლით აღძრული და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელს ბევრი დაზიანება აქვს მიღებული, მათ შორის სახის არეში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, მუხლის კვალიფიკაცია ამ დრომდე არ მოხდა პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით, ჯერჯერობით გამოძიება არც კი მიმდინარეობს. უფრო მეცაც გეტყვი დღეს იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები არ დაგვესვა, პოლიციელები, წყობრიდან გამოსული პოლიციელები მედიის დევნით დაკავდნენ, რომლებსაც როგორც ჩანს, იმდენად უჭირთ სამუშაოს შესრულება, რომ დევნის დროს იარაღიც კი უვარდებათ. როგორც გითხარით, ამ წუთებში უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა დავით შარაშიძისთვის, თუმცა მას ბრალი წარედგინება ძალადობის მუხლით და არა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. ხელი გაცი და იარაღით ეგრე არ უნდა დარბოდე. სანდრა ხარ შემოსული, იცი? ეზოში ვარ, შემოსული. სანდრა შენ ეზოში შედა. ბრალის წარდგენა როდის უნდა მოხდეს? რატომ არ არის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით? მუხლი რატომ არ არის? თქვენი კოლეგა ხუანაცემი. და მზია ამაღლობელი საქმის გამომძიებლები და ამ საქმის ერთნაირებით როგორ ახართ? თქვენი თანამშრომელი სცემეს სახე დაუზიანეს და თუ დააკავეთ ძებნილები, ეგ გვაინტერესებს. რას აკეთებს პოლიცია? ვერ იპოვეთ ძებნილები? სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა, როგორც გითხარით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ხტომა, სადაც დავით შარაშიძე გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან, მის მოვალეობას ასრულებს ზალ მამალაძე, მისი პირველი მოადგილე, რომელთანაც ჩვენ გქონდა საუბარი და ბუნებრივია მასაც ვკითხეთ, რა იცის იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაზეც 2 დღეა მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ ცემა საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიციელი ხო არ უკავშირდება ეს იმ პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, დღის წესრიგს, რომელზეც დიდი ხანია ლაპარაკობენ გურიაში. ასევე ვკითხეთ შარაშიძის კოლეგებს, რას ფიქრობენ, როგორ უნდა დაისაჯოს პოლიციის ცემისთვის საკრებულოს თავმჯდომარე, როგორია პოლიტიკოსების პასუხები, ჩვენ ახლა ერთად შეგვიძლიათ მოვისმინოთ. რა იცი ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე? თქვენი თავმჯდომარე დააკავეს, პოლიციელი ცემა სასტიკად, დალეწილი აქვს სახე. ეს ერთი ინფორმაცია ვნახე, რომ ის არ იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. რა მნიშვნელობა აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს? იყო რიგითი ადამიანი შეიძლება გავახოს? არ არის გალახავდი, არ გითხარი მე დეტალები არ ვიცი. ეს არ იყო სამსახურებრივი მოვალეობის. ეს რამეს ცვლის? არაფერს არ ცვლის. დაპირისპირება რო იყო ხო იცით? აი თქვენ ხართ კომისიის თავმჯდომარე ამ საკრებულოში ამდენი წელია ხართ და მე რავი ახლა დაპირისპირება იყო თუ ის არის, მე ჩემს არაფერი არ არის ცნობილი. თავმჯდომარის დაკავებაზე. რა იცით ამ ამბავზე, რაც მოხდა? მხოლოდ რაც პრესით ვცებრობდია. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია? პოლიცია იყო მოსული ვინმე დაკითხვაზე, წაიყვანეს ან რამე? შეჩნეული იყო მანამდე ძალადობაში ან გავს რამეში? აი, აქცეთ ჩოხატაური და დაასრულებს რომ გავიჩერაში და რაიმეში რაღაცა შუთი ხასიათება. რა გაიგეთ იქ რა მოხდა? ბევრი იყო, თქვენ არ იყავით ხო ის დროს? მართლა არაფერი არ ვიცი. რატომ დაუპირისპირდნენ ერთ მაინც გააქვთ ინფორმაცია? ამბობენ რომ იდაკლი კუჭალას გამოიყო და ხსენიათ მათ შორის დაპირისპირებაზე. რა იცი ამ ამბავზე რა მოხდა? არაფერი ინფორმაცია არ მიმდინარეობს თან. აი ასეთია ვითარება ამ დროისთვის გურიაში. დავით შარაშიძე უკვე არ არის საკრებულოს თავმჯდომარე, იძებნებიან ადამიანები, რომლებმაც პოლიციელი სცემეს საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად და რომლებიც როგორც ამბობენ, ქუჩურ გარჩევას უწყობდნენ ამ პოლიციელს. ბრალის წარდგენა, როგორც გითხარით, სულ ცოტა ხანში უნდა მოხდეს, რაც შეეხება სასამართლოს, სადაც აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმჯელონ, სავარაუდოდ ოზურგეთში ხვალ გაიმართება.